აქ რამე პრობლემები თუ გაქვს? ვერ ვიტყვით ვერაფერს. რატო? არა გვაქვს უფლება. ვინ გიგზავნოთ ამას? რამის გეუბნებიან კონკრეტულად? ვერაფერს ვამბობთ რა, რო იტყვიან ვერ. მიზეზი რა? მე რა გაიგებთ ბოლოს. ეხლა რო გითხრათ? არ შევიცი. გაშინები როგორ? რა ვიცი. კონკრეტულად რო გითხრათ რას გეუბნებიან? ხმა არ უნდა ამოვიყოთ არაფერზე. უნდა ვიყვეთ ჩუმად, ეგ არის ჩვენი უსტედია. თქვენი სახელი როგორც ჩემი შვილიშვილი. ვერც მაგას გეტყვი. ვერ გეტყვი. მერე იტყვიანაიო და ესეო და რა უყო. ჯერჯერობით ეს დღე გვაგდა. მერე ვნახოთ. ჩემთან ერთად წამოდით, წამობრძანეთ და გითხოთ ხალხს, ვინ აშინებს. არა, არავით არის, ვინ აშინებს თქვენ, უბრალოდ კონკრეტულად დააკონკრეტონ ვინ აშინებს ხალხს. არა, ხო და მაშინ ტყუილს ამბობენ, თუ არა კონკრეტებენ. მამასახლისის ფუნქციებში შედის ხალხისთვის ახალი ინფორმაციის მიწოდება, კოტეჯები კეთდება ეხლა და მუშების ყურადღების მიქცევა. და ვიცი, მეტი ისეთი საგანგაშო და ისეთი არაფერი. კარგი ინფორმაციის ხალხისთვის მიწოდება. ჩვენ ვიმყოფებით სოფელ კარალეთის დევნილთა დასახლებაში, როგორც გავარკვიეთ, მათი მთავარი გაჭირვება სოციალური პრობლემებია. ძნელია რა. ძალიან გაჭირვებით ვირჩენთ თავს. დახმარება რამდენი? 78 ლარი. სულ ყველაფერს უნდა შეეტიო. გაზი, შუქი, ჭამა, ხინი, ჭირი ყველაფერს უნდა შეეტიო. გაზიზეცა და შუქზეც იყო სუბსიდიები. და აი ახლა მოიხსნა სუბსიდიები მოხსნილი არის და ვისაც ეკონომია აქვს, იმათ აქვს შუქისა და გაზისა. ვისაც დანაზოგი რაცა და ვისაც გადასახადი აქვს. შუქზე უკვე ჩაჭრილები აქვს. არ გადაიხდით, იქნებით ელძეძელუშ. და გაზეც ახლა დაიარეს 10 რიცხვამის, ვინც არ გადაიხდის, ჩაუჭრიან იმასაც. თუმცა ამაზე მხოლოდ რამდენიმე მათგანი საუბრობს, რადგან მოსახლეობის თქმით, მათ არ აძლევენ სიტყვის თქმის უფლებას. არც ხოლოს თქმა და არც არასი არ შეგვიძლია. რატომ? ჩვენ ვცადეთ გასაუბრება სოფლის მამასახლისებთან, მაგრამ ისინი ჩვენი გადამღების ჯგუფის გამოჩენისთანავე მიიმალნენ.